ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბარს განვაგრძობთ ახლა ნონა წოწორიასთან ერთად ევროპული სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ქაბატონ ნონა, მოგესალმებით და დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ქაბატონ ნონა, თქვენთან საუბრის დაწყებას ისედაც ვაპირებდი იმ ეგრეთ წოდებული კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადებით, რომელიც ესე თითქოს დაიწყო მთელი მასშტაბით ქართულმა ოცნებამ და სწორედ თქვენთან ჩართვამდე სულ ცოტა ხნის წინ დაახლოებით 1 საათის წინ სუსმა ჩაატარა ბრიფინგი და გამოაცხადა კიდევ ერთი დაკავების შესახებ. ეს არის დაახლოებით 4 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლების ამბავი, მაგრამ BP ტრანსის კომპანიის თანამშრომლები დააკავეს და გამოაცხადეს ძებნა ერთ-ერთ თანამშრომელზე. მაგრამ რას გვეუბნება სუსი ამით, რომ ეს არის გრიგოლ ლილუაშვილის, სუსის ყოფილი უფროსის ნათესავი, ბიჭიკო პაიკიძე, რომელზეც გამოაცხადეს ძებნა, ის ვანის საკრებულოს ქართული ოცნების წარმომადგენელია ამავე დროს და საგზაო სამუშაოებს ასრულებდა გზების რეაბილიტაციას. ქაბატონ ნონა, როგორ ხედავთ თქვენ მთელ ამ პროცესს, რასაც ახლა აკეთებს ქართული ოცნება მათივე ყოფილი თანაგუნდელების მიმართ? მოგესალმებით თამარი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბუნებრივია, რამდენადაც შესაძლებელია ვადევნებ თვალყურს კორუფციასთან ბრძოლის ახალ ტალღას, რაც მე ნამდვილად არ მიტოვებს იმის დაბეჭდილებას, რომ ეს არის ის ბრძოლა, რომელიც კორუფციასთან უნდა გაიმართოს. მე თვითონაც მაქვს გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში, ამიტომ ადვილად შემიძლია ამის ამოცნობა, იმიტომ რომ კორუფცია არ არის მხოლოდ ვიზუალურად და თვალსაჩინოდ ადამიანების დაჭერა. ბუნებრივია, სისხლსამართლებრივი დევნა კორუფციის საქმეებზე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არის ერთ-ერთი კომპონენტი იმ კომპლექსური ღონისძიებების, რომელიც ნორმალურ პირობებში ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს ყოველთვის. მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ინსტიტუტების არსებობა და მათ შორის ამ საქართველოს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ანტიკორუფციული ბიურო, რომელზეც წლების განმავლობაში სხვადასხვა ანგარიშებში არის მოცემული რეკომენდაციები ამ ბიუროსთან დაკავშირებით, მის დამოუკიდებლობაზე, მის ფუნქციურ უფლებამოსილებებზე და ასე შემდეგ. რას ვხედავთ საქართველოში, რომ ეს ანტიკორუფციული ბიურო გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების დევნის მექანიზმად. ასევე ანტიკორუფციული ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სტრატეგიების არსებობა, სტრატეგიის არსებობა კორუფციასთან ბრძოლის, პრევენციის და ასე შემდეგ, რაც საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიღებული არ არის. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ კორუფციასთან ბრძოლაში გამჭვირვალობის მნიშვნელობა და ჩვენ ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ხელმიწაწვდომობა კორუფციასთან დაკავშირებული ინფორმაციაზე არის ძალიან შეზღუდული და ზოგადად ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე, რაც არის კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. ამიტომ როცა ვსაუბრობთ ჩვენ ამ ზედაპირულ კორუფციასთან ბრძოლასთან, მე პირველ რიგში მახსენდება სწორედ ეს ასე ვთქვათ ღონისძიებები, რომელიც საქართველოში უბრალოდ არ ტარდება, ამიტომ ეს თვალსაჩინო დაჭერები ბუნებრივია, ჩემ ასე ვთქვათ მე ვერ მომატყუებს იმ დონეზე, რომ ეს ჩავთვალო, რომ არის აქტიური ბრძოლა კორუფციასთან. თავად ქართულ ოცნებაზე რას ამბობს ეს ქაბატონ ნონა, როცა მაგალითად შარშან 1 წლის წინ თუნდაც ქართული ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ ჩვენო ისეთი გუნდი ყავსო, ფული წინ რო დაუდო, ხელს არავინ არ მოკიდებსო და უფრო ადრე კიდევ გვახსოვს რა კორუფციაო, ქართულ ჯიგრული პონდიაო ის ყველაფერი რაც ხდებაო და აი თურმე ამდენი კორუმპირებული ყოლიათ, თურმე ამდენ ფულს იპარავდნენ, ხალხის ფულს, ჩვენი ბიუჯეტის ფულს, თურმე კიდევ შავი ფული შემოდიოდა, ამდენი მილიარდი საქართველოში ირეცხებოდა და მერე სად მიდიოდა ვის ჯიბეში, ესეც არავინ არ იცის. საკუთარ თავზე რას გვეუბნება ახლა ქართული ოცნება და რაში დასჭირდათ, რომ აი ასე თვით ლუსტრაცია მოეხდინათ ამ მხრივ? იცით, მე ნამდვილად არ გამოვდგები ქართული ოცნების ბუნების შემსწავლელ, ასე ვთქვათ, შემსწავლელად. მე ვიცი, რომ მათი ბუნება ყოველთვის იყო რუსული და ეს იყო ჩემთვის ყოველთვის წითელი ხაზი, ამიტომ მე მათი ასე ვთქვათ მეტი შესწავლა მე მათი არ მჭირდება.
და სადაც რუსეთია, იქ ყველაფერი უბედურებაა და მათ შორის არის კორუფცია. და ჩვენ ვხედავთ, რომ ის ფაქტები, რომელიც ფონზეც ეს ადამიანები ბოლო პერიოდის განმავლობაში დააკავეს, უბრალოდ ძალიან დიდი ხანია საჯაროდ იყო ცნობილი, იყო უამრავი საგამოძიებო მასალა და ასე შემდეგ. ანუ ეს ხდება პოლიტიკური მიზნებით, მე არ ვიცი რა შიდა დაპირისპირება აქვს და რა ფულის განაწილებაზე არის საუბარი, თუმცა საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს მისი ფულია, მისი შვილების პირიდან გამოცლილი ფულია, მათი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე მოპოვებული ფულია, თუმცა ამ დინამიკაში, რასაც მე ვუყურებ, არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული ოცნება საუბრობს ხალხის ფულზე, რატომღაც სულ გონია მე პირადად, რომ აქ ვიღაც კერძო ადამიანების ფულზე არის საუბარი, ამას პირდაპირაც ამბობენ, ამიტომ ერთის მხრივ თითქოს კორუფცია ეხება საჯარო ფინანსებს, მაგრამ ამაზე აპელირება, რომ რა შედეგი უნდა მოყვეს საქართველოს მოსახლეობისთვის ამ გამოძიებას ნაკლებად, ასე ვთქვათ, ჩემთვის პირადად არ ჩანს. მე არ ვიცი, შესაძლოა მართალია, რომ იქ რაღაც პირად გარჩევებს აქვს ადგილი, ყოველ შემთხვევაში ფაქტია ის, რომ ამის დემონსტრირება ხდება აქ, რაც უკან რიცხვით პრინციპში ადასტურებს იმას, რასაც უკვე ძალიან დიდი ხანია სხვადასხვა ადამიანები და ჟურნალისტები ამბობდნენ, მათ შორის ვიზუალური მასალითაც, რომ საქართველოში არის დიდი მასშტაბის კორუფცია, რომელიც პრინციპში ნამდვილად ალბათ შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძის დროის კორუფციას, როდესაც ქვეყანა ითვლებოდა, რომ იყო შეუმდგარი სახელმწიფო და ასე ვთქვათ, ამ მასშტაბს მე მგონი პირადად, რომ ის ძალიან გაცილებულია, იმიტომ რომ 650 მილიონის გათეთრება ქვეყანაში, ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის მოვლენა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, მე არ ვიცი ეს ფაქტი მართალია თუ კიდე ესე ვთქვათ რა არის ამის უკან, მაგრამ თავად ამის გაჟღერება მიუთითებს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ფულის გათეთრებას უნდა აკონტროლებდნენ, ასევე მოშლილია, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის და მისი ვთქვათ, ეკონომიკური პარამეტრების შესაფასებლად, იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ ინტეგრირებული იყოს საერთაშორისო ბაზარზე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების სფეროში არსებული მექანიზმების სრულყოფილი ფუნქციონირება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომელიც გავლენას ახდენს ინვესტიციებზე ქვეყანაში ლეგალური ბიზნესის შემოდინებაზე. ამიტომ ეს ყველაფერი არის კომპლექსურად დასანახი და კიდევ ერთი მაგალითი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ასე ცხოვრება უბრალოდ ამ ქვეყანას არ შეუძლია. ანუ მასშტაბურად ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად ჩვენ გვაქვს კორუფციის და ფულის გათეთრების მექანიზმების სრული მოშლა და საბოლოო ჯამში კორუფცია არის ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე პირველი და მთავარი მიზეზი. ის არის უბრალოდ სცენი, რომელიც მოდებულია ქვეყნის ორგანიზმს და თუ ამ სცენისგან არ გავთავისუფლდით, უბრალოდ ის შთანთქავს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. რასაკურველია და თქვენ ახსენეთ კაპიტანონა კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება დაგვეჯერებინა ჩვენ მათ შორის ამ ქვეყნის მოქალაქეებს ამ სახელმწიფოში რომ არსებობდეს რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი და ყველაფერი ერთი ადამიანის და სწორედ მისი ფულის და ფინანსური ინტერესის გარშემო არ ტრიალებდეს ამ ქვეყანაში და ეს კიდევ ერთხელ რამდენიმე დღის წინ თავადვე აჩვენა ბიძინა ივანიშვილმა როცა ძალიან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა ეთერში და გამოჩნდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრის აი იმ ჟესტიკულაციით, თუნდაც და იმ ჟესტების ენით, რაც ჩვენ ვნახეთ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილისთვის შესაბამისად ქართული ოცნებისთვის მთავარი არის ფული და აქ არანაირი კორუფციასთან ბრძოლა არ არსებობს, უბრალოდ ამ ფულის ალბათ ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანის პროცესს ვადევნებთ თვალყურს.
ესე ჩანს. დიახ, კაპიტან ნონა და ყველაფერი რასაც აკეთებს ახლა ქართული ოცნება რატომღაც სურთ ხოლმე რომ თავადვე ასევე სურთ რომ დაუკავშირონ 4 ოქტომბერს. მაგალითად როგორც კი ამ ფულის გათეთრების სქემასთან დაკავშირებით გახდა ცნობილი, მაშინვე თქვეს რომ აი ხა უნდა გამოვარკვიოთო ხომ არ იყო აი რადიკალური ოპოზიციის დაფინანსებაზე ხომ არ მიდიოდა ეს ყველაფერიო. კიდევ ერთხელ დაიწყეს თავდასხმები ელჩების მისამართით, როგორ ბედავენ ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები და როგორ უჭერენ მხარს საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის და მოკლედ ყველაფერი რაც ხდება, მაგალითად ჰექსოგენი ვიპოვეთო და ესეც 4 ოქტომბრისთვის ხომ არ სჭირდებოდათ, აი ამასაც უნდა გავარკვიოთო და ამაზე დაიწყოს სუსმა გამოძიება. ყველაფერი ხდება იმის შესაფუთად ერთგვარად, რომ ადამიანები შეშინდნენ, რაღაც შიშები გაუჩნდნენ და 4 ოქტომბერს ან არ გამოვიდნენ, ან არ მოხდეს ის, რისი მოლოდინიც აქვს ძალიან ბევრ ადამიანს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის 4 ოქტომბერი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი ან გადამწყვეტი შეიძლება გახდეს ეს თარიღი? იცი თამარ, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც იმდენად დიდი ხანი არ ცხოვრობს საქართველოში და ბოლოს როდის იმყოფებოდა, ესე ვთქვათ, ესეც 1 წლის წინ ვიყავ ბოლოს, მე ნამდვილად ვერ განსაზღვრავ, ანუ მაჯაზე არ მიდევს ხელის საქართველოს საზოგადოების, თუმცა ვცდილობ, რომ ყველაფერი ვიცოდე, მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, როგორი განწყობა შიგნით საქართველოში, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით და მე ხშირად მიცაუბრია მithქვამს ამის შესახებ, რომ მე მართლა მიკვირს ქართველი ხალხის ამდენი მოთმინების, იმიტომ რომ ამდენი დალადობა, ამდენი უიმედობა, ამდენი ტყუილი, რაც ქართულმა ხალხმა მოუთმინა ქართულ ოცნებას, მე არ მახსოვს, რომ რომელიმე სხვა ხელისუფლებისთვის ესე მოეთმინოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ დროის საკითხია, როდის მოხდება ქართველი ხალხის იმ დონის გამოფხიზლება, რომ მან ეს ყველაფერი უკან მოიტოვოს და დაუბრუნდეს იმ განვითარების გზას, რომელზეც ის იდგა და რომელიც მას მიიყვანს მის ისტორიულ კუთვნილ ადგილას. ამიტომ ეს 4 ოქტომბერი იქნება თუ 5 ოქტომბერი თუ 3 ოქტომბერი, მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე მჯერა ქართველი ხალხის იმდენად, რომ ის ბოლოს მოუღებს ამ უსამართლობას, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ამ სრულ უიმედობას და პესიმიზმს, რომელიც ეს გენერირებული არის აბსოლუტურად მიზანმიმართულად და არ დაუშვებს დაპირისპირებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის პოლიტიკური მოტივით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ქვეყანა, ერთი სამშობლო, ამიტომ ამ ბრძოლაში ჩვენი ცალკე ყოფნა არ შეიძლება. ცხადია, არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ თვლის, რომ ამ ქვეყნის შვილია და მისთვის უნდა იბრძოლოს. მე ამათ მივაკუთვნებ როგორც ამ წუთას ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, ასევე ძალოვანი სტრუქტურის ნაწილს. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ამ ბრძოლაში ჩვენი ნაწილია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ესენი არიან ძალიან მცირე ნაწილი საზოგადოების და ამ ასე ვთქვათ, ვერ უნდა გადაძალონ დანარჩენი საზოგადოების მისწრაფება იმისკენ, რომ იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც როგორც ახალგაზრდებს, ისევე ძველგაზრდებს აქვთ ნორმალური არსებობის შესაძლებლობა, სადაც ადამიანებისთვის ჯანმრთელობის დიაგნოზის დასმა არ არის განაჩენი და სადაც შესაძლებელი არის ღირსეული ცხოვრება. ეს არის მოცემულობა, ეს არის სიტუაცია, გავიხედოთ მსოფლიოში რა ხდება, უბრალოდ ჩვენ ამ წუთას ყველა მატარებლისგან ვართ ჩამორჩენილი, რომელიც მიდის იმ მიმართულებით, სადაც ჩვენც უნდა მივდიოდეთ. ამიტომ ამ გემის საჭესთან დგას ხალხი, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენ აისბერგს შეგვაჯახოს. აი ამ სიტუაციაში ვიმყოფებით ახლა და უნდა ვეცადოთ, რომ ეს ხალხი, ეს ადამიანები ასე ვთქვათ, ამ გზას ამ ქვეყანამ გადაუხვიოს. ეს არის ამოცანა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვიცი ეს როდის იქნება.
თუმცა ლევან ხაბეიშვილის დაკავებამ სიმართლე გითხრათ მე აქაც დამარწმუნა იმაში რომ აი ეს უნდა მეკითხა ბოლოს ქალბატონო ნახეთ ლევან ხაბეიშვილის დაკავებას რა საკურველია ამას უკავშირდება და მით უმეტეს ის დამატებითი აკრძალვები რაც აი თითქოს ტენდენციად შემოიღო უკვე ქართულმა ოცნებამ რომ აი გადასახლებულია მიმოწერის უფლების გარეშე საბჭოთა წარსულიდან რომ გვახსოვს ადამიანს ყველაფერი აუკრძალეს აი ამაზეც მინდა თქვენი აზრი მოვისმინო იცით მე გადავხედე პენტენციურ კოდექსს და სიმართლე გითხრათ ვერ წარმოვიდგინე ზუსტად რომელი მუხლის საფუძველზე შეიძლება მაგალითად ლევან ხაბეიშვილს აკრძალული კონდეს მე მგონი ტელევიზორის ქონა თუ აქვს ამ დონეზე არის მე ნახე რომ იქ არის დისციპლინარული ზომა შეიძლება ჩამოართვან ტელევიზორი როდესაც პატიმარი იქცევა არასათანადოდ მაგრამ საერთოდ ხელმისაწვდომობა შეუზღუდო საინფორმაციო საშუალებებზე ესეთი რამე მე ვერ აღმოვაჩინე თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ საერთოდ არ მიკვირს იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია გასული ვართ ყოველგვარი კანონის ჩარჩოდან ანუ იმ სიტუაციაში სადაც მაგალითად ბავშვზე მოძალადე შეიძლება გაათავისუფლონ და მოძალადის შემყრობელი შეიძლება დაიჭირონ ანუ ყველაფერი თავდაყირა დგას ამიტომ ამ სამართლებრივ კაზუისტიკას ამ თუნდაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით რომ პატიმარი არ ამთავრებს ცხოვრებას საპატიმრო კართან ანუ მას უნარჩუნდება უფლებები მათ შორის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება ეს რო იყოს დარღვეული ანუ არაფერი გასაკვირი არ არის იმიტომ რომ აქ არის მექანიზმები და სხვათა შორის ძალიან გავს რუსულ მოდელს რომელიც გაკრიტიკებული აქვს ევროსასამართლოს რომ ადმინისტრაციას და სამართალდამცავ ორგანოებს აქვს სრული კონტროლი ამ ტიპის უფლებების რეალიზებაზე რომელიც უტოლდება თვითნებობას ანუ ძალიან ახლოს დგას ჩვენ ეს ვთქვათ ყველა მხრივ მსგავსებით რუსეთს და მათ შორის ამ თვალსაზრისითაც ძალიან ახლოს არის ქცევა იმისა, რასაც აკეთებენ რუსულ ციხეებში. ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის, ანუ ჩვენი ამოცანა არის, რომ გავბრაზდეთ ისე, რომ დავანახოთ რეჟიმს, რომ ჩვენ ასე ცხოვრება აღარ გვინდა, აღარ შეგვიძლია და რომ უკვე 13 წელია ეს საკმარისია და კმარა. ეს არის ამ ყველაფრის წამალი და მე იმედი მაქვს რომ ქართველი ხალხი სწორად დაინახავს იმ საფრთხეებს რომელშიც ის იმყოფება და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რაც მისი მომავლისთვის არის სრულიად აუცილებელი ქალბატონ ნონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ნონა წოწორია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.